ნახოთ მავთულს რომელი გადაჭრის. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში უნდა გავტესტო ორი დანა. ამ ტესტს იმიტომ ვაკეთებ მეგობრებო, რომ რეალურად ბუნებაში, როცა გადავაადგილდებით, გჭირდება საიმედო დანა, იმისთვის რომ მოკლედ არ გვიღალატოს და მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ ისევ, ასე ვთქვათ, ბასრი იყოს და ჭრიდეს. ყველაზე საჭირო ნივთია დანა, დანის გარეშე შეუძლებელია ბუნებაში რამე გააკეთო. ამიტომ დღეს ორივე სასტიკად, ასე ვთქვათ, გავტესტავ. სასტიკად რა, ბუნებაში რასაც ვაკეთებ ძირითადად. პირველი დავიწყებ, ესე იგი, ფურცლით, ნახავ როგორ ჭრის ორივე. შემდეგ უკვე გადავალ უშუალოდ პროცესზე. მოდი სანამ გატესტვაზე გადავალ, მანამდე ვიზუალურად დაგათვალიერებინებთ, ეს დანა გეცნობათ ალბათ ბუნებაში. მქონდა რამოდენიმეჯერ. აი ესეთი დანა, მოკლედ ძალიან ლამაზია ვიზუალურად და არც ისე მძიმე. კარგი სახმარია ხელში. აქ აქვს სამტვრევი, კომპასი აქვს ქარქაშზე, სალესი აქვს პატარა ესეთი ქვა, თოკის საჭრელი აქვს და აი ეს ცეცხლის ნაპერწკალის წარმომქმნელი. მრავალფუნქციურია, მაგრამ რეალურად ჩვენ უფრო გვაინტერესებს აი ეს რა, პირი როგორ ჭრის, რამდენად, ასე ვთქვათ, გამძლეა და როგორ გაუძლებს იმ წნეხს, რასაც დღეს გავუკეთებ ამ ორივე დანას. ახლა მეორე მეგობრებო, აი ესეთი ულამაზესი ხელნაკეთი, ყველაფერი არის ხელით გაკეთებული. დეტალურად გეტყვით ამ დანის შესახებ ვიდეოს ბოლოსკენ, რისგან არის გაკეთებული და რა შემოდგენლობით არის, აი ნახეთ, ძალიან კარგია. წონა თითქმის ერთი და იგივე აქვს ამ ორ დანას. ოდნავ შეიძლება მძიმე იყოს ეს. მაგრამ კარგია. ხელში იგრძნობა ნამდვილი, ასე ვთქვათ, კაცური და ვაჟკაცური დანა. არც ის არ არის ნაკლები, მაგრამ შევადაროთ მოკლედ. ხელნაკეთი მაინც სულ სხვა, რო იცი რომ ხელით არის დამზადებული და ქართველის მიერ არის დამზადებული და საქართველოშია ნაწარმოები, მაინც სხვა შეგრძნებები აქვს. ვიზუალურადაც ძალიან კარგად გამოიყურება. ძველად რო რაღაცა პრიმიტიული ნივთები იყო, მსგავსი ის აქვს რა, ვაიბი, ასე ვთქვათ. ასევე ქარქაშიც ხელით არის დამზადებული ყველა დეტალი. აი ესეთი ჩამოსაკიდი აქვს, ეს შეგიძლია ესე გვერდულად ჩამოიკიდო. კამარზე აი ასე, შეგიძლია ესე დაიკიდო, შეგიძლია ესე დაიკიდო. ეს ტრიალდება, აი ესე იხსნება მოკლედ. აი ესე და ჩამოიკიდე პირდაპირ. აი შეგიძლია მე მოატრიალო და როგორც სურვილი გექნება, ისე დაიკიდო. თუ გინდა ესე დაკიდებ, თუ გინდა ესე დაკიდებ, არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ გზად რომ მოვდიოდი ფურცელიდან ჩასამწუხაროდ, მეგობართან შევიარე მე და რამე ფურცელი მომეცი მეთქი და ბანკის ამონაწერი მომცა. გაანადგურეო და გავანადგურებ რა. ესე იგი პირველი ტესტი დავიწყოთ ახლა. თავდაპირველი ტესტი არის რამდენად ბასრია დანა. შემდეგ უკვე დავაბლაგოთ, ვეცადოთ რომ დავაბლაგოთ ორივე და ბოლოს ისევ ფურცელზე გავტესტოთ. ქარია მეგობრებო, ამიტომ ვერ ვაჩერებ ერთ ადგილზე. სამწუხაროდ, ნახეთ. აბა. აი ესე ვცადოთ, აბა. იმედია ჩანს. აი ნახეთ როგორ ჭრის. საკმაოდ ბასრია ესეც. ეხლა ვნახოთ ქართული. ესეც საკმაოდ ბასრია. მოკლედ ნახეთ მეგობრებო, ორივე ძალიან ბასრია. ფურცელს რო ესე მარტივად ჭრის, ესე იგი კარგია. ეს ორივე დანა მე გუშინ სახლში პამინდორზეც გავტესტე, ანუ პამინდორს თუ ძალდატანების გარეშე გაჭრის, ანუ უბრალოდ პამინდორი უნდა დადოთ და აი გადაუსვათ. თუ გაჭრა, ესე იგი კარგად არის გალესილი დანა. მარტივად შეგიძლიათ მოკლედ მასეც გაიგოთ, რამდენად ჭრელია თქვენი დანა. მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩეხვის პროცესზე. აი ესეთი ტოტი, ჩვეულებრივი ტოტი რა, მოკლედ დავიწყოთ პირველით. აი ხელში უბრალოდ გვიჭირავს და აჰა. კარგია? კარგია. ორივე კარგია. ახლა ცოტა სხვილი ტოტი გვინდა რა. აი შედარებით კარგია. ნახოთ ახლა ჩარტყმით როგორ იზავს. აბა წავიდა.
აი ეს თუ არ დაბლაგდა ესე ახლა მეორე ვნახოთ აჰა არ ვიცით რომ რამდენი დასჭირდა სიმართლე გითხრათ კაი დიდი ძალისხმევა დასჭირდა ორივეს არ ვიცი ახლა ეს რომელი ხია მაგრამ საკმაოდ მყარია თან სველია ნუ ერთ წერტილშიც არ უტყავდით ალბათ მაგიტო ჩვენი მიზანი არის მოკლედ რომ საბოლოო ჯამში რომელი იქნება ისე მჭრელი პირი რომელს არ გაუფუჭდება შემდეგ ახლა ვნახოთ გვერდული ჩაჭრით აი ასე დავიწყოთ ისევ ამით აი ცოტა რო ჩავედი ახლა მაინც უჭირს ჩათლა კაი ახლა მეორე ვნახოთ აი მეგობრებო შეხედეთ რა როგორ კარგად ჩააქ ამას შეხედეთ უფრო ღრმად შედის მოკლედ და კარგად მიაქვს აი ნახეთ ახლა მეორე აი ძალისხმევა სჭირდება ეს ორი ცალი მოიჭრა ახლა ამას შუაში ჩავარტყავ და ვნახოთ რომელი უფრო მარტივად გაჭრის შუაზე ამორცალ ტოძ. რა ხეები შევაჩინე რა. აი ასე. ერთი ახლა ეს აი ამან მარტივად გაჭრა რაც მუღამში შევედი შეშა არის ზამთრის თვინა მოდი ბიჭო წაიღე მოდი ახლა ნახოთ როგორ მოჭრის ტოტებს ეს დანები შევადაროთ კარგია ახლა მეორე ორივე ერთმანეთზე უკეთესია რა. ჩვენ გვაინტერესებს საბოლოო ჯამში როგორ შედეგს მოგცემს. აბა ცოტა დიდი. ამას გვერდულად უნდა უტყდა. ასე
ასე. ავი მეგობრებო, ერთმანეთზე უკეთესები არიან მართლა ორივე. ერთში ერთი ჯობია, მეორეში მეორე. ახლა დადგა ჯერი მეგობრებო, მავთულის. ნახოთ მავთულს რომელი გადაჭრის. თუ გადაჭრის საერთოდ. თან ორი ცალია ერთად. მოდი ისე ვქნათ, რომ სათითაო იყოს რა. განვაცალკევე, აი ეს სათითაოთ ვწდი. თუ ადვილად გადაჭრა, მე ორივეზე ვწდი ერთად. ანუ ორიანზე რა, ეს არის ორი ცალი ერთად დახვეული და ჯერ სათითაოზე ვცადოთ, აბა. ადვილად გადაჭრა. პირიც კარგად დაუკლავდა. მოდი აი პატარა დარჩა და ასე გავუსწრდი. მოდი ახლა ორივე ვცადოთ. იმაში ჩააქრა ქვია. აი, მარტივად მოაძრო. ნახოთ აბა, ნახოთ. საინტერესოა. აი, ამას გაუჭირდა უკვე. გაუჭირდა. ვეღარ ჭრის მეგობრებო. გაუჭირდა. ამასაც დაუბლაგდა პირი და ამასაც. არ ვიცი, აი ხა კადრში როგორ გამოჩდება. სულ ამოტეხილები აქვს. აი ნახეთ. ხერხივით გახდა. ეს შედარებით მაინც შენარჩუნებული აქვს ამას მაინც პირი. ისე არ არის ამოტეხილი. როგორც ეს. მეგობრებო, ერთი თხოვნა მექნება რა, როცა გაიცვლით იარაღს, ნუ დატოვებთ ხოლმე ამას. ჩაიდეთ ჯიბეში, წაიღეთ გადაყარეთ. თანაჩუქეთ ისეთ ადამიანს, ვინც იყენებს ამას ხელმეორედ. დავიწყოთ ამით, აბა. მაინც ჭრის. ესე ორივე ჭრის, მაგრამ ამას უფრო გაუჭირდა სხვათა შორის. ამას ხერხივით აქვს პირი უკვე და ადვილად გაჭრა. არა, ორივე ჭრის რა. ნუ ეხა მთავარია მუშაობს ორივე. ერთიც და მეორეც. ვაი, ესეც მაგარია და ისიც რა. რაც შეეხება რო გითხარით თამდანის შესახებ, ეს არის ფოლადი და აქვს სრული თერმოდამუშავება. ტარი არის ტექსტოლიტი თითბერის სპინებით. რაც შეეხება ქარქაშს მეგობრებო, ქარქაში არის კაიდექსის. გადავიდეთ მეგობრებო საბოლოო ეტაპზე. რა ვიცი, მგონი კარგად გაიტესტა ორივე, მეტი რაღა უნდა გაიტესტოს, მავთულს უტყი ორივე და ეს მეორე წლის საბანკო მონაწერია. ხო, მეგობრებო, როგორც გითხარით, ეს დანა არის ქართული წარმოების, ლინკს დავტოვებ აღწერაში, გადადით, ნახეთ. ძალიან ბევრი დანა აქვთ გაკეთებული და შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ ჩემი სახელით მიწერთ კიდე რაღაც ფასდაკლებას გაიკეთებენ, არ იქნება პრობლემა მაგაზე. აი, დავიწყოთ მოკლედ და ვცადოთ ახლა რომელი გაჭრეს ფურცელს ისევ. ქარი არ გვაწდის როგორც ყოველთვის. აი, ცოტა ჩადგა. აი, სადაა დაბლაგებული, სადაც ულტრი. მაგრამ ჭრის, ასე თუ ისე ჭრის მაინც. ახლა ვნახოთ მეორე. არაფრით არ მაწდის მოკლედ რა. არა.
ხო რა, რეალურად მეგობრებო, შეადარეთ ახლა აი როგორი გაჭრილებია. ჯობია რა ქართული. აი ეს ხევს თლიანად ნახეთ. ფურცელი დაგვისვლდა. აი შეხედეთ რა კარგად გაჭრა ნახეთ. პატარა ადგილი თუ დახვდა სადმე. ჩავხიოთ ერთით. რა შედარება. აი ნახეთ. მოკლედ საბოლოო ჯამში რომელიმეს რომ გავამარჯვებინო, ვერ გავამარჯვებინებ, იმიტომ რომ ორივემ ძალიან კარგად იმუშავა ამანაც და ამანაც. აი ამას რასაც დავაკვირდი ხის გადაჭრაში, ძალიან სწრაფად ჭრიდა ხეს. ამას ცოტა უჭირდა, მაგრამ აი როცა მავთულზე მიდგა საქმე და ცოტა მძიმე სამუშაოზე, რა თქმა უნდა, ამან უფრო იმუშავა. კიდევ რას დავაკვირდი, უყურეთ მეგობრებო. აი ამის ლესვა რომ დავიწყო ახლა მე ორივესი, ხო? ეს უფრო რთულად გაილესება ვიდრე ეს. იცით რატომ? აი ხერხივით აქ უკვე დამხდარი ამას პირი. წეღან არ ვიცი თუ ჩანდა კადრში. საშინლად ანუ აი ხელით რო გავუსვათ საერთოდ რეაგირება არ აქვს. ერთი მთლიანი პირი საერთოდ უნდა აიღო. აი ამაში არის გამარჯვებული ეს, რომ რეალურად დაბლაგვებული უფრო არის ეს, ვიდრე ეს. აი ნახეთ მეგობრებო, რა დღეში აქვს პირი. როგორი დაბლაგვებულია. შეხედეთ. ახლა აი ეს ნახეთ. რა შედარება. უფრო გაუძლო მოკლედ ამ დანამ. ნახეთ. არანაირი რა კი აქვს ახლა დეტალები, ჩაღრმავებები პატარ-პატარა, მაგრამ ეს მარტივად ამოვა და აი ამ დანას ძალიან დიდი წვალება დასჭირდება, რომ აი ეს პირი გაუსწორდეს. ნახეთ. შედეგი კარგი აქვს, ბუნებაში ორივე იმუშავებს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში გამოჩნდა, რომ რა თქმა უნდა, აი ეს ხელნაკეთი დანა აჯობებს, იმიტომ რომ ამას ერთს გადაატარებ, ოდნავ 5000-იანზე ან 2000-იანზე და ვсё. ხოლო აი ეს ასეთი რამოდენიმე ტესტი და რა ვიცი, შეიძლება პირი ჩავიდეს ძალიან ღრმად ლესვისგან. ეს რო იცოცხლებს 10 წელი, ეს იცოცხლებს 2-3 წელი მაგალითად. ხო, თუ გვინდა რომ ხანგრძლივად გამოვიყენოთ დანები, ისევ ქართული შევიძინოთ მეგობრებო და დაუდგეთ ქართულ მეწარმეებს გვერდში. ამის დამუშავება არ ვიცი ხა რისგან არის გაკეთებული, რა აქვს გაკეთებული, ეს არის ჩვეულებრივად ბაზრობაზე ნაყიდი დანა. ხოლო ეს კი გითხარით რისგანაც არის დამზადებული და ეთყობა კიდევაც პირზეც და ყველაფერზე. პრაქტიკაშიც გამოჩნდა. არხის გამოწერა ნუ გავიწყდებათ რა, ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ საჭიროა მეგობრებო განვითარებისთვის. ყველა ადამიანს სჭირდება განვითარება, ჩემი YouTube აღსაც სჭირდება განვითარება და ამაში მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ. კარგად იყავით მეგობრებო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.